მაშინ ახლა მოდით გადავიდეთ ცვლადებზე. ჯერ დავიწყოთ პრობლემიდან, რა პრობლემა გვაქვს ცვლადების გარეშე, მე ვნახოთ რა არის ცვლადები და რაში გვეხმარება, ხო? რომ დავიწყოთ 10-იანი. რიცხვი 10. რა ხდება, რომ 10 იქნება კომპიუტერის მეხსიერებაში, იკარგება და მას ვეღარ მივწვდებით. უბრალოდ დავაკონსოლოთ 10-იანი, ეკრანზე გამოდის ერთჯერადად და მერე იკარგება, მეორე ვეღარ მივწვდებით რა. ხა ეგ არის. ანუ გვჭირდება რაღაც მექანიზმი, რომელიც დაგვეხმარება, რომ წვდომა მოვიპოვოთ ცვლადზე, ანუ ცვლადზე რა მნიშვნელობაზე, ანუ მნიშვნელობა რაიმე რეზერვუარში, ანუ ყუთში შევინახოთ და როცა დამჭირდება ეგ მნიშვნელობა, ავდგები და ყუთს ავიღებ, გავხსნი და ამოვიღებ მნიშვნელობას. მაგისთვის გვჭირდება ზუსტად ცვლადები. აი ცვლადები. ცვლადი წარმოვიდგინეთ, რომ არის იგივე ყუთი. ყუთთან გავაკეთებ ანალოგიას, მაგრამ ეხლაც გატყუებთ. ისევ თეთრი ტყუილია. ყუთი არა, უფრო საცეცი არის. თუ რამესთან შეადარებ ცვლადს, ჯობია რომ საცთან შეადარო. ყველა სწორი გამარტება იგაა, მაგრამ ყუთის გამარტება უფრო მარტივია და შემდეგ ლექციებში, აი შემდეგ ლექციაზე, შემდეგ ორშაბათს საცეცის ანალოგიას გეტყვით. მაგრამ ჯერ ყუთით აღიქვით რა, ვითომ არ გატყუებთ. ჩავთვალოთ, რომ ცვლადი არის ყუთი, რას ნიშნავს, რომ შემიძლია ყუთი ავიღო, მოვათავსო შეგით რაიმე ნივთი, დავხურო ყუთი და ამ ყუთს დავაკრა ზემოდან იარლიყი. ანუ სახელი დავარქვა. და უთხრა, რომ აქ ინახება ვაშლი. ანუ შეგით ვაშლი დევს, მაგრამ ზემოდან აკვირა ვაშლის იარლიყი. მეორე ყუთი გავხსნა, ჩავდო მსხალი და დავაკრა იარლიყი, აქ ინახება მსხალი დავაწერა. ანუ ამის შემდეგ მე თუ ვაშლი ამ მსხალი მომინდება, უბრალოდ ავიღებ ყუთს, რომელსაც ვაშლი აწერია, გავხსნი და ვაშლს ამოვიღებ. თუ მსხალი მომინდება, მსხალს გამოვიყენებ და ავიღებ იმ ყუთს, რომელსაც მსხალი აწერია, გავხსნი ყუთს და ამოვიღებ მსხალს. ასე არის ცვლადებზეც. ანუ ცვლადი არის ყუთი, შეგინ ჩადებული ხილი იქნება ეს ვაშლი თუ მსხალი არის მნიშვნელობა. იქნება ეს სტრინგის ჩანაწერი თუ ნამბერის ჩანაწერი. ნამბერ ტიპის ან წეგნების მნიშვნელობები. როგორ იქნება ახლა ცვლადი? ცვლადის შესაქმნელად ვიყენებთ let keywords. keyword არის ჩანაწერი სიტყვა. ქართულად რო ვთქვათ. keywords გამოვიყენებ ხოლმე, მოდი. let-ით იქნება. JavaScript-ში ბევრ რამეს აქვს ისეთი სახელი, რომ შეიძლება მივხვდეთ რატომაც არის. let-ი არის ინგლისურად ნების დართვა. ანუ წარმოვიდგინეთ მარტო და იმახსოვროთ, ცვლადს ნებას ვრთავთ, რომ შეიქმნას რა. ვქნით ცვლადს let-ით. let-ის მე ეწერება ცვლადის სახელი, ანუ იარლიყზე დაწერილი ტექსტი, რომელიც ყუთს უნდა დავაკრათ. ანუ ცვლადს უნდა დავაკრათ. მე ეწერება ტოლობა. ტოლობა არის მინიჭების ოპერატორი. და მე ეწერება მნიშვნელობა. ანუ ის მნიშვნელობა, რომელიც ყუთში უნდა მოვათავსოთ, ანუ ვაშლი იქნება მსხალი, მაგალითად. ერთი ტოლობა ვიცი, რომ მათემატიკაში არის უდრის, მაგრამ პროგრამირებაში ერთი ტოლობა ნიშნავს მინიჭების ოპერატორს. ანუ და იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ ივრითულად. და რაც იმაში მდგომარეობს, რომ განა x ცვლადს ვანიჭებთ 10-იანს. არა. 10-იანს ვანიჭებთ x ცვლადს. ანუ წარმოვიდგინეთ, რომ ამ ხალხის რა მოხდა. შეიქმნა x ყუთი, ანუ ყუთი გვაქვს, რომელსაც დავაკარეთ ზემოდან იარლიყი, დავაწერეთ x-ი და შიგნით ჩავდით 10-იანი. ანუ ამის მერე თუ მომინდა 10-იანს გამოყენება, ეგრევე 10-იანს კი არ დაუწყებ ზევნას, რომელიც დაკარგულია, არამედ x ყუთს გავხსნი და 10-იანს ამოვიღებ. ანუ რო გადავიდე ახლა მე ჩემს კოდში, დავწერო ასეთი რაღაცა. შეგვქნა ცვლადი let-ით. ცვლადს დავარქვათ სახელი x-ი მოდი და მივანიჭოთ მნიშვნელობა 10-იანი და ბოლოს წერები მძიმე. ახლა უკვე შემიძლია დავაკონსოლო x-ი, რომელიც დამებრუნებს 10-იანს. ანუ x-ში თუ 10-იანი ინახება, x-ის დაკონსოლების მერე დამებრუნება 10-იანი. ანუ აქ შეიძლება ჯერ 10-იანი და მერე დაკონსოლდა 10-იანი. ასევე შემიძლია სხვა ცვლადი შექმნა, მაგალითად let y უდრის 5-ს. აი ასე. მე კიდე სხვა ცვლადი შექმნა let 3 ნიშნავს jumps უდრის და დავაჯამოთ ეს ორი რიცხვი მოდით. ანუ x + y. და საბოლოო ჯამში გამოვაკონსოლოთ 3, ანუ ჯამის ცვლადი.
გამოვიდა 15. ახლა რა მოხდა? x ცვლადი შევქმნით მივენიჭეთ 10-იანი, y-ში ინახება 5-იანი, მერე უკვე ახალი ცვლადი შევქმნით, რომელსაც დავარქვით ჯამი, 3 არის ინგლისურად ჯამი, ანუ შეკრებილი მნიშვნელობა და უთხარით რომ x მივუმატოს y-ი. x-ის მაგივრად ჩაიწერება 10-იანი, ანუ რაც x ყუთში დევს, y-ის მაგივრად ჩაიწერება 5-იანი, ანუ რაც y ყუთში დევს, შეიკრიბება საბოლოო ჯამში გამოვა 15 და გამოვიდა რომ ცვლადი რა შეიქმნოთ 3. ნიშნულობა მიენიჭეთ 15. ანუ 15 მიენიჭა 3 ცვლადს. და 3 რო გამოვიტანეთ, რა თქმა უნდა 15. ცვლადების დადებით მხარე ეს არის, რომ რა მნიშვნელობა რო გვაქვს შექმნილი, იმას ხელმეორიდან მიათეთ რამდენი ჯამს გვინდა გამოვიყენებთ. მიუწვდებით უცბად. იმიტომ რომ ყუთს აკვრია სახელი თუ აკვრია, შიგნით მდებარე ნიშნულობას ამოვიღებთ. და ყველაზე კარგი ის არის, რომ შემიძლია ეს x გამოიყენო ბევრჯერ, მაგალითად console log x ფერი დავწეროთ, აი ასე. ახლა რო გავუშვა გამოვა აქ 15, აქ x, აქ 10, იმიტომ რომ 10 არის x. მე რომ მომინდეს ნიშნულების შეცვლა, უბრალოდ შევცვლი აი ამ x-ის ნიშნულობას, დავწერ 20-ს მაგალითად და სადაც x-ლაც ვიყენებ, ყველაფერი შეიცვლება, რა თქმა უნდა, ხო? ანუ აქ არის 25, იმიტომ რომ 20 ემატა 5-იანი და x გამოვიდა 20-იანი. მე რომ ცვლადები არ მქონდეს, მომიწევდა ყველგან შეცვლა იგივენაირად და კოდის გამეორება, ეგ არ ვარგა პროგრამირებაში. ამიტომ ცვლადები ჯობია გამოვიყენოთ, რომ ნიშნულობა შევინახოთ და შემდგომ მივიწვდეთ მას, როცა დაგჭირდება. კითხვები ხო არ გაქვთ? თუ გაქვთ, ხო დამესვით, სიამოვნებით კი გავსხებთ. ლეთის გარშე ვერ მივანიჭებდით მნიშვნელობას? მივანიჭებდით. ლეთის გარშეც მივანიჭებდით და ლეთის გარდა კიდევ ორი ვარიანტი გვაქვს, რომელზეც არ მინდა რომ დღეს ვისაუბრო, მინდა რომ შენაკვირას ვისაუბრო, იმიტომ რომ არ მინდა რომ დაიბნეთ. თუმცა ასე შეიძლება რომ შექმნათ ცვლადი. ეხლა რომ გავუშვი პროგრამა ყველაფერს კარგად დამიწერს, მაგრამ ეს ცუდი პრაქტიკაა. ჯერ არ გიტყვით რატომ. იმიტომ რომ შესაბამისად არ გვაქვს რო თქვა მაგისთვის. ამიტომ უბრალოდ არ შექმნათ. ლეთით შექმნით ცვლადები ყოველთვის ჯერჯერობით. და კოდის სტილს დააკვირდით როგორ წერ. როგორც სკოლაში გავალდებულებდნენ რატომღაც რო აი კალიგრაფით უნდა გვეწერა. აქაც ეგრეა რომ კარგი კოდის სტილი უნდა გქონდეს. რომ ადვილად წაკითხოთ იყოს ჩვენი კოდი. თქვენს დაწერილი კოდს მარტო თქვენ არ წაკითხავთ. აი ყველაზე მინიმუმი რა დავიწყოთ, მე უნდა წავიკითხო რომ თქვენი დავალები შემოვაწყო. ან თქვენმა მენტორმა ვინც გყავთ მენტორი არჩეული, ხო? სხვაებას უნდა წაიკითხონ. მუშაობას რო დაიწყებთ და ბოლომდე გაყოვით ამ პროფესიას, გუნდის წევრები გაყოლებათ, რომელსაც უნდა გაარჩიოთ თქვენი კოდი. ამიტომ კარგი კოდის სტილით უნდა წეროთ, რომ წაკითხოდი გახდეს თქვენი პროგრამა. მე შემეძლო რომ კოდი დამეწერა აი ასე. აი ასე. გავუშვი პროგრამა, ყველაფერი მუშაობს, მაგრამ რას გავს ხო, ახლა რას გავს? ანუ თითოეული ინსტრუქცია იწერება ერთ ხაზზე. აქ უწერ space-ებს ტოლობის და მიმატებების მერე შორის პროცესორად, რომ უფრო წაკითხვადი გახდეს. და ყველა ახალ ხაზს ვიწყებ უკიდურესი მარცხენა ნაწილიდან. ანუ ასე შეგით არ შევწევ. ზოგჯერ იწევა, მაგრამ მაგას მე რეგეთყვით შენოკვირებში როდის იწევა. ჯერჯერობით არ უნდა შეწიროთ. ყველა ახალი ხაზი იწერება უკიდურეს მარცხენა ნაწილიდან. ამიტომ ეგეც დაიმახსოვრეთ, კაი კოდის სტილი რო გქონდეთ აუცილებელია. დიდი კოდი რო დაიწერება, ისევ ჩვენთვის იქნება ალბათ ცუდი რომ რაღაც ის ძებნა რომ მოგვიწევს ვერ ვიპოვით ალბათ. რა თქმა უნდა. თქვენი კოდის წაკითხვა რომ მოგიწიოთ. იმიტომ რომ ხშირად მოგიწევთ, აი ეხლა არ ვიცი რა დამიჭერთ, მაგრამ ეგრე იქნება, მე გამიხსენებთ რომ სადაც რაღაც შეცდომა გაიპარება და მე უნდა იქნება ერთ დღეს დაწეროთ კოდი. ერთ კვირაში მიუბრუნდეთ, არ გემახსოვრებათ რა დაწერეთ. და ახლა მოგიწევთ წაკითხვა. ამიტომ ის უნდა გეწეროთ კოდი, რომ მეორე დრო მიუბრუნდებით თქვენვე უნდა გაიგოთ რა, თქვენ მაინც როგორც მინიმუმ. ეგრე ხდება რომ ანუ კოდზე ეგრეა. ერთხელ რომ დაწერე, მე ერთი ორ კვირის მერე დაგავიწყდება. რა დაწერე? თორე განეცი დაგავიწყება როგორ დაწერე და ლოგიკა და პროგრამირება. ანუ რა დაწერე და დაგავიწყდებათ რა. ანუ კარგი კალიგრაფია რა კომპიუტერში. ხო.
ხო. კალიგრაფია გამოდის, ამიტომ ზოგის ხელნაწერი ისეთია ვერ გაარჩევ, იგივე ხო, გამოდის ზუსტად მაგიტომ მოიყვანე ეგ მაგალითად მოდი პროგრამირებაში ექიმები ნუ იქნებით და ექიმების კალიგრაფია არ გქონდეს. თუ იმ ექიმი ხართ აქ ბოდის გიხდით. კარგით. ასევე შეგვიძლია რომ ცვლად შევცვალოთ მნიშვნელობა. ანუ ყუთში მარტო ვაშლიკი არ მქონდეს, მაგრამ შემიძლია ყუთიდან ვაშლი ამოვიღო და ჩავდო ანანასი, ხო? რაც შევიცვალე გაწყვეტილება ვაშლი და ანანასი მინდა. ეგეც შემიძლია. იგივე არის ცვლადებში. ცვლადებში შემიძლია რომ ცვლად შევცვალო მნიშვნელობა. ანუ ერთი მნიშვნელობა მივანიჭე, ანუ შევინახე ცვლადში, შემიძლია სხვა მნიშვნელობა მივანიჭო, ანუ შევუცვალო მნიშვნელობა. ინგლისურ ტერმინებსაც გეტყვით ბარემ. მინიჭებას ქვია assign და მნიშვნელობის შესვლას ქვია reassign. ეხლა ეს რას ნიშნავს უცბად გეტყვით. ეს არის კომენტარი. 2// იწერება კომენტარები. კომენტარი მისთვის არის რომ ზოგადად კომენტარში დაწერილი ტექსტი ან ნებისმიერი რამე პროგრამაში იგნორდება. ანუ ეს არ გაეშვება ეხლა. ანუ assign არ მოხდება. აქ რო დავწერო მე console log მაგალითად hello, ეს არ გაეშვება, იმიტომ რომ კომენტარია და იგნორდება. ანუ 2// იწერება. თუ გინდა რომ მრავალხაზიანი კომენტარი გქონდეს, მაშინ ხსნით slash და ფიფქით, აქ რაღაცებს დავწერთ და ხურავთ ფიფქით და slash-ით პირიქით. ეს არ გაეშვება. ესაც ჩვენთვის დაწერილი კოდები რო გამოვყოთ ალბათ. ზუსტად, კი. თუ რაიმე დიდი ფუნქციონალი გაქვთ, ჯობია რომ აღწეროთ რა საკეთებს. აი მაგალითად create a variable. რა თქმა უნდა, ცვლადი შექმნასთან კომენტარს არ დავწერთ რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ თავიდან შეგიძლიათ რომ გაიპრაქტიკოთ, მაგრამ თუ გვაქვს 100-ხაზიანი კოდი, შემიძლია 100-ხაზიანი კოდი აღწერო 5 სიტყვით. ანუ თავისუფლად რა. რომ ამის შემდეგ რომ გადახედავთ კოდს, ან სხვის კოდს ჩახედავთ, გან 100 ხაზი კოდის გარჩევა და გაზრა მოგიწიოთ, არამედ უბრალოდ ტექსტს წაიკითხავთ კომენტარს და მორჩევ, ან მიხვდებით რა წერია. დეტალებში აღარ ჩაუღმავდებით, იმიტომ საჭირო არაა ხოლმე. ამიტომ კომენტარები წერაც აუცილებელია პროექტებში, რა თქმა უნდა. Shift Alt T-ნაც შეგვიძლია რომ ჩავდოთ კომენტარში, ხო? კი, Control// თქოთ. Control// არის shortcut. და კომენტარების, ანუ კომენტის და uncomment-ის, ანუ კომენტარის მოხსნის. კარგით, მოდით ახლა ისევ დავბრუნდეთ თემას. ესეც ნამეხსნა მაინც და ბარემ თქვი. მნიშვნელობა როგორ შევცვალოთ ჩვენ ცვლადს. მაგალითად, შევქმნით ცვლადი let x უდრის 20 და მინდა რომ მნიშვნელობა შევუცვალო. წერ x უდრის 30. სიტყვაზე რა, თუ 30 მინდა მივანიჭო. ანუ აქ უკვე let-ს აღარ ვიყენებ, იმიტომ რომ let-ი რო დავწერო, ახალი ცვლადი შეიქმნება და ეგ არ მინდა. მინდა რომ არსებულის მნიშვნელობა შევცვალო. წერ x-ი, მერე მინიჭების ოპერატორი, იმიტომ რომ მინდა რომ მივანიჭო ახალი მნიშვნელობა და ვწერ ახალ მნიშვნელობას. შემიძლია რიცხვი იყოს, შემიძლია string-ი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს. hello მაგალითად. გამოვაკონსოლოთ x-ი. გამოიტანს hello-ს. აქ რო გამოვაკონსოლოთ, ჯერ გამოვა 20 და მეორე გამოვა hello. ანუ ამ მეორე ხაზი x-ი იყო ჯერ კიდე 20, მესამე ხაზი გახდა hello და გამოვიდა hello. აქ რომ კიდევ let დავწერო, მიყვირებს. The symbol x has already been declared. ანუ ორი ცვლადი შექმნი, ორივეს ქვია x სახელი. ანუ წარმოვიდგინეთ ის ყუთებს რო ვთქვა რომ ორი ყუთი გაქვთ, ორივეს x-ი სახელი აწერია და გეუბნებიან რომ x ყუთი მომიტანეო, ანუ რა უნდა გაიგო ხო, რომელი ყუთი, ანუ ორივე x-ი არის. ანუ ასე არ შეიძლება. სიტყვაზე სხვას რო ერქვას თემო. ხო შეიძლება, სხვა ადამიანს რო თემო ერქვას, მაგრამ პროგრამირებაში არ შეიძლება რომ ორ ცვლადს ერქვას ერთი იგივე სახელი. ამიტომ ასე დავწერთ, რათა შევუცვალოთ ცვლადს მნიშვნელობა. მესამე რო გვინდოდეს? მესამე მნიშვნელობა კიდე რო შევუცვალოთ? კი, ანუ ერთი რო გამოიტანოს x უდრის 1-ს მაგალითად და იქნება 1 ბოლოში. აქ შუაში კიდე კონსოლოგი ჩავსვათ, ჯერ იყო 20, მე გახდა hello, მე გახდა 1. თუ ეს ვკითხე.
თუ არა და კი. ოკეი. კი. ამას ქვია reassign. ანუ მნიშვნელობის შეცვლა, სხვა მნიშვნელობის მინიჭება უკვე არსებული ცვლადისთვის. აქაც კომენტარი მიწერია, რომ მეთქი 30-ს გამოიტანს და არა 10, რომელიც თავიდან იყო შექმნილი.